მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ახო ჯაფარიძე და ეს არის ჩემი ტრადიციული რუბრიკა კითხვა ფსიქოლოგს. და როგორც ყოველთვის, როგორც ყოველ კვირას, თქვენ ისე გავუმიგზავნეთ მე შეკითხვები, ასე ვთქვათ, რომელიც შეიცავს იმ საკითხებს, რომელიც გაწუხებთ, ზოგიერთი მტკივნეულიც კი არის. და მე დღეს შევეცდები, რომ გავცე ამ შეკითხვებს შესაძლებისდაგვარად პრაქტიკული პასუხი, რომ ის იყოს თქვენთვის პრაქტიკაში გამოსადეგი. საბამისად, შეგიძლიათ გავუმიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ჩემს Facebook გვერდზე პირად მიმოწერაში, ასეთნაირად დარჩებით ანონიმურებით და მე აუცილებლად გიპასუხებთ ესეთ ვიდეო ფორმატში. აბა დავიწყოთ დღეს პირველი შეკითხვით. პირველი შეკითხვა ჟღერს შემდეგნაირად. როგორ გამოდის ადამიანი ცხოვრების გაყინული მდგომარეობიდან, როდესაც წლები გადის და უჩნდება განცდა, რომ ყველაფერი წინ წავიდა, თვითონ კი ისევ იმავე რეალობაში დარჩა, იგივე გარემოში ყოფაში, პრობლემებსა და ცხოვრების ხარისხში და თან საერთოდ ვეღარ გაუგია სინამდვილეში რა სურს ცხოვრებიდან. საკმაოდ გავრცელებული სიტუაცია. აქ არის საუბარი რაზე. გარემო შეიცვალა და შენი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგია არა. ანუ შენ სარგებლობ საკუთარი მეს მოძველებული ვერსიით, კომპიუტერული ენით, რომ ვთქვათ. და იმისათვის, რომ მოვახდინოთ ცვლილებებთან ადვილი ადაპტაცია, გჭირდება აი ამ შინაგანი მეს განახლება, გარდაქმნა. აქ არსებობს საკმაოდ მარტივი გზა, რომელიც ასე ვთქვათ, მოითხოვს წარმოსახვის სისტემატიურ გამოყენებას. ანუ ის სავარჯიშო, რომელსაც ახლა მოგცემთ, შეგიძლიათ სისტემატიურად აკეთოთ, რამდენიმე კვირის მანძილზე და შეამჩნევთ, რომ სულ უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, მარტივად გამოგდით თქვენთვის სასურველი მიმართულებების გარკვევა, მოქმედებების დასახვა და შესაბამისად ამ მოქმედებების წარმატებულად განხორციელება. იმიტომ რომ ეს შინაგანი მეს ევოლუცია, ასე ვთქვათ, შინაგანი მეს განახლება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ ადაპტირება იმ ცვლილებებთან, რომელიც ასე ვთქვათ, გარემოში მოხდა. როგორ ვაკეთებთ ამ სავარჯიშოს? ესე იგი, დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ, რომ მომავლიდან მოვიდა თქვენი გაუმჯობესებული, განახლებული ვერსია, რომელიც თავს გრძნობს ძალიან კარგად. ძალიან კმაყოფილი სახი აქვს. გადასარევ ფორმაშია. ანუ უყურებთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას რეალურად და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ გადადგით ნაბიჯი და შეხვედით შიგნით საკუთარი თავის აი ესეთ გაუმჯობესებულ საკუთარ, ასე ვთქვათ, საუკეთესო ვერსიაში და აცალეთ საკუთარ თავს, რომ ცოტა ხანი იგრძნოთ ეს შინაგანი მდგომარეობა, ხო? თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს შინაგანი მდგომარეობა არის ცოტა ხელოვნური, დიახ, ასეც არის, იმიტომ რომ თქვენ ქმნით ახალ მეს რეალურად და თავიდან მოგეჩვენება ცოტა ხელოვნურად, მაგრამ პრაქტიკასთან ერთად ეს ხელოვნურობის განცდა გაქრება და საუკეთესო მე, გაუმჯობესებული ვერსია თქვენი თავის გახდება თქვენი აქტუალური ვერსია, ხო, ჩვეული. შესაბამისად, წარმოვიდგინოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, შემდეგ შევაბიჯოთ შიგნით, ვაცალოთ სხეულს, რომ ვიგრძნოთ აი ეს პოზიტიური მდგომარეობა და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ აი ესეთი პოზიტიური მდგომარეობით, ცხოვრობთ აი ესეთი საკუთარი ვერსიის, ასე ვთქვათ, საკუთარი მეს საუკეთესო ვარიანტიდან მთელი დღევანდელი დღის განმავლობაში და წარმოიდგინეთ, ყველაფერი გამოგდით იოლად, კარგად და შედეგიანად. აი ეს მარტივი სავარჯიშო აკეთეთ 3-4 კვირის მანძილზე და ეს პრობლემა სავარაუდოდ მთლიანად მოგიხსნებათ. მეორე შეკითხვა. ვახო, მოგესალმებით, შეკითხვა ფსიქოლოგთან რუბრიკაში მაქვს ასეთი. რა გამოცდილება გაქვთ ფიბრომიალგიის პაციენტებთან მუშაობაში და თუ ურჩევდით რაიმე ტექნიკებს? მადლობა დიდი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი სხეულის დაავადება მოითხოვს, ასე ვთქვათ, სამედიცინო მკურნალობას, პირველი რასაც ვაკეთებთ, მივდივართ ექიმთან და ასე ვთქვათ, ვიწყებთ მკურნალობას. აი მეორე რასაც ვაკეთებთ, ეს არის, ასე ვთქვათ, საკუთარი ორგანიზმის, ბოდიში საკუთარი ფსიქიკის, ქვეცნობიერი ნაწილის ისეთნაირად მომართვას, რომ ის ხელს უწყობდეს ჩვენს გამოჯამთველებას, ასე ვთქვათ. აქ შეგვიძლია გავაკეთოთ საინტერესო მომენტი.
თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არის რაღაცა ქრონიკული დაავადებული, მისმა ტვინმა ისწავლა საკუთარი თავის აღქმა როგორც დაავადებული ადამიანის. და აი ესეთი თვით აღქმა, ხო, ძალიან უშლის მერე მას მის გამოჯამთველებას ხელს. ანელებს ასე ვთქვათ ამ პროცესებს. და იმისათვის რომ დავაჩქაროთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ხო, მივეხმაროთ სამედიცინო მკურნალობას, შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი რამ. ესე იგი, ერთ ხელს ვადებთ მეორეს და ვიწყებთ აი ასეთი მოძრაობის კეთებას. ეს არ უნდა იყოს როგორც რაღაცა დაზელა, უფრო მოფერებას უნდა გავდეს, ხო? აი ესეთ მოძრაობას ვაკეთებთ. შემდეგ ვხუჭავთ თვალს პარალელურად და წარმოვიდგენთ საკუთარ თავს, რომელიც დგას გამოჯამთველების გზაზე. დააკვირდით, ხო, ერთსაც უყურებთ საკუთარ თავს, რომელიც არის ოპტიმისტურად, ხნეთ და ასე ვთქვათ, ზუსტად იმ შინაგან მდგომარეობაში, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს ორგანიზმის რეაბილიტაციას. და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ შეხვედით შიგნით, მოირგეთ ზედ, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ესეთი ჯამთველი ვერსია, დააცადეთ სხეულს, რომ იგრძნოთ აი ეს პოზიტიური ემოციური მდგომარეობა და შემდეგ სიმბოლურად გადადგით ნაბიჯი მომავალში. ამის შემდეგ შეგიძლიათ გაახილოთ თვალი. აი ეს სავარჯიშო შეგიძლიათ აკეთოთ დღეში 3-ჯერ. ნუ მოითხოვს, რა ვიცი, 1 წუთს ნახევარს მაქსიმუმ, ხო? ნუ მინიმუმ დღეში ერთხელ რო გააკეთოთ, ძალიან კარგი იქნება, ასევე რამდენიმე კვირის მანძილზე და ეს გადააწყობს თქვენი ფსიქიკის მუშაობას ისეთნაირად, რომ თქვენი შინაგანი რესურსები, მათ შორის მოხმარდება ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ასე ვთქვათ, დახმარებას. შემდეგი შეკითხვა. მარტო დარჩენის შიშს რით უშველო? მადლობა. გაჩნია რითია გამოწვეული მარტო დარჩენის შიში. შეიძლება ეს იყოს რაღაცა ნეგატიური მოგონება ბავშვობიდან, მაგალითად იყავი პატარა და დედა გავიდა ოთახიდან 5 წუთი და შენ მოგეჩვენა, აი ძალიან პატარა ასაკში, რომ მიგატოვეს და იმ მომენტში, ასე ვთქვათ, ხარ ცუდად გაინსტის სტრესს და აი იქ ჩამოყალიბდა ეს ბმა, ხო, ყოველთვის როდესაც ვშები მარტო ხდები ცუდად. ანუ მეშინია მარტო დარჩენის. შეიძლება იყოს ეს. შეიძლება ეს მდგომარეობა იყოს გამოწვეული უკვე დიდობაში გადატანილი რაღაცა ასევე ტრავმატული ეპიზოდებით. მაგრამ აქ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაც, რომ მარტოობის შიშით ადამიანი არ იბადება. მარტოობის შიშს თქვენ სადღაც სწავლობთ რაღაცა ნეგატიურ, ტრავმატულ სიტუაციებში, ან სიტუაციებში, რომელიც ასეთად მოგეჩვენათ. ან ბავშვობაში, ან ისეთ მდგომარეობაში ცნობიერების, როდესაც იყავით მოწყვლადი, ხო? შესაბამისად, ამ შემთხვევაში რეკომენდირებული არის პირად კონსულტაციაზე მობრძანება და იქ ზუსტი აღმოჩენა იმ მიზეზისა, რის გამოც ისწავლეთ შიში, აი ესეთი მარტოობის და ამ მიზეზის დამუშავება, რის შემდეგაც, როგორც წესი, ესეთი პრობლემა ძალიან სწრაფად ქრება. შემდეგი შეკითხვა. დამეწყო მაღალი წნევები, სამსახურში გავხდი რამდენჯერმე, ეთქობათ სულდად, ხო? და ვეღარ გავედი სამუშაოდ. დამეწყო საშინელი დღეები, წნევები, შიშები, შფოთვები, მარტო ვერ ვრჩები. უენერგიოდ ვარ, სულ წოლა მინდა, დავიღალე მეც და დავღალე ირგვლივ ყველა, თან მაქვს კვებითი აშლილობა წლებია. თუ არ ვჭამე, მგონია ცუდად გავხდები და ვჭამ საათობრივად რამდენჯერმე. ვსვავ ფლუოქსეტინას და ბუსპირონს, მაგრამ ერთი თვეა უკვე და შედეგი ცოტა ძალიან. თქვენ შეგიძლიათ ამ საკითხში დამეხმაროთ, მადლობა. სავარაუდოდ ამ საკითხში მე ვერ დაგეხმარებით, ამ საკითხში გჭირდებათ სამედიცინო ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრი და თუ მკურნალობას გადიხართ ახლა და გაქვთ დანიშნული მკურნალობა, ხო? მიყევით ამ მკურნალობას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე პრაქტიკაში, რომ ფსიქიატრი
ან ნევროლოგი უნიშნავს მკურნალობას პაციენტს და პაციენტი მე თვითნებურად ანებებს ხოლმე ამას თავს და მე ჩივის რომ არ აქვს შედეგი. საბამისად, როდესაც მკურნალობას გინიშნავენ ასე თუ ისე გასაგები ფორმით, ამის ახსნაც ხდება ხოლმე, ხო რომ? დაახლოებით რამდენ ხანში უნდა ველოდოთ შედეგს, რამდენი ხნის განმავლობაში ვაკვირდებით. ამიტომ აქ, ასე ვთქვათ, სამედიცინო მკურნალობა ჭირდება ამ სიტუაციას. და დღეისათვის ბოლო შეკითხვა, რეინკარნაციაზე რას ფიქრობთ? რეინკარნაციაზე რას ფიქრობთ და დღესდღეობით პრაქტიკოს, ფსიქოთერაპევტებს და სხვა ტიპის მხარდამჭერ, ასე ვთქვათ, პროფესიებში მომუშავე ადამიანებს ისეთი რაოდენობით დაუგროვდათ ემპირიული სტატისტიკა იმისა, რომ ეს ფენომენი სავარაუდოდ არსებობს, ხო? რომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ არ არსებობს, ან ერთმმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ გინდა თუ არა ვიცით, რომ ზუსტად არსებობს, ცოტა რთულია. მაგრამ პრაქტიკაში არის მოცემული, ხო, ლიტერატურაში შემთხვევები, როდესაც ეგონათ, რომ ეს წინა ინკარნაციებში გახსენებული ცხოვრების გამოცდილება იყო მთლიანად მოგონილი, მაგრამ შემდეგ მოხერხდა ამის გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად სიმართლეს იძახის ადამიანია. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა არსებობს, ასე ვთქვათ, ჩვენს ფსიქიკაში და ჩვენს სულში, რაც ჯერჯერობით ჩვენთვის შეუცნობელია. და შესაბამისად, ამ გზაზე მე ვფიქრობ, რომ შემდეგი 20-30 წელი იქნება რევოლუციური აღმოჩენების ეპოქა. აი, შემიძლია გიპასუხოთ რეინკარნაციასთან დაკავშირებით. დღეისათვის სულ ეს იყო. შეგიძლიათ მომწეროთ თქვენი შეკითხვები ჩემს Facebook გვერდზე პირად მიმოწერაში. ბმული შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოს აღწერაში ქვემოთ და გახსოვდეთ, რომ აი ზუსტად ის შეკითხვა, რომლის დასმაც შესაძლოა ძალიან გერიდებათ, შესაძლოა გახდეს თქვენი ფსიქოლოგიური გათავისუფლების გამოჯანსაღების გასაღები. გისურვებთ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.